არის ხო? მოქალაქეები ვინც გავიდა იქ ძალიან ბევრი მოქალაქე რომელიც ვერ გავიდა არის პარტია. მე ვარ უმცირესობაში. არის ხო? ხო შევხვდით რომ 50 როგორ იყო ის კავშირი მან გამოხატა თავისი აქტიური სამოქალაქო პოზიცია. მივიდა მიტინგზე და მან გამოხატა თავისი მხარდაჭერა. აგებული ომის შემდეგ მოდით ასე ვთქვათ. ელოდით თუ არა უფრო მეტ. აი ამაზეა საუბარი. ეს ახლა არის ინდივიდუალური. ანუ პრობლემა სად არის რომ არის ჩვენ ახლა საუბრობთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის მედიის თავისუფლება თუ რაღაც პოლიტიკური მართვის ტექნოლოგიებს ვამუშავებთ და როგორ უნდა მივაწოდონ პოლიტიკოსებმა მოსაზრებები საზოგადოება საკუთარი მესიები და უნდა გამოვიდეს ქუჩაში. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ უბრალოდ საზოგადოებას ნებისმიერ მოქალაქეს თავისი არჩევანის გაკეთებისთვის სჭირდება ინფორმაცია, მეტი არაფერი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა ამ ინფორმირებულ საზოგადოებას შეუძლია ხალხზე გააკეთოს არჩევანი. და ნებისმიერი ის პრობლემატიკა, რომელსაც რაღაც ბატონი მახაზი შეეხო, ეს უნდა იყოს საჯარო განხილვის საგანი და არა ესეთი იმპულსური რაღაცა, რომ დაიცა ქვეყანას და საქართველოს ამოვარდა პოლიტიკური გეოგრაფიიდან. თქვენ სტუდიაში და ნებისმიერ სხვა სტუდიაში ამაზე უნდა იყოს მსჯელობა. ეს ინფორმაცია, რომელიც დღეს აქვს არა მარტო საზოგადოებას აქვს დეფიციტი, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს დეფიციტი ამ ინფორმაციის, იმავე ექსპერტებს აქვს, ჟურნალისტებს აქვს დეფიციტი ინფორმაციის. და მე ისინი გამოდიან უკვე და რა თქმა უნდა ხდებიან პროპაგანდისტები, იმიტომ რომ როცა არ აქვს ინფორმაცია, რაღაც ხომ უნდა თქვა. და უინფორმაციო და დედააზ გამოცვლილი ტელევიზია უკვე რჩება პროპაგანდის საშუალება და დღეს ეს პრობლემაა, რომ გათავისუფლდეს ჩვენი საზოგადოება პროპაგანდის მანქანისაგან და მიიღოს ნორმალური ტელევიზია, ნორმალური ეთერი. რეპლიკები რომ ხალხმა არ იცის რომ ამით ავაგებს. თქვენ ამას თუ აი არა, ხალხმა ბევრი რამ იცის. და მოდით ნუ ვუწირდეთ, ხალხმა არ იცის. მოქალაქემა იცია. კონკრეტულად თქვენ ხო იცით რომ ომი არ მოგვიგია? ფაქტობრივად სამხედრო ოპერაცია ხო არ მოგვიგია? და ამაზე რატო უნდა ვიმსჯელოთ? ახლა საჯაროდ მოვიგეთ თუ არ მოვიგეთ? ყველა მიჩნევს რომ არ მოვიგეთ. მაგრამ როდესაც პრეზიდენტი საჯარო გამოსვლაზე გლეხა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ამბობს რომ საქართველოს ომი მოიგო, აქ იმაზე კი არა ლაპარაკი რომ ვიღაც ადგეს და თავში ჩაართვას მიკროფონი ან რაიმე პროტესტი გამოხატოს. მან კითხვა უნდა დაუსვას. არგუმენტები რატო მოიგო საქართველოს ომი? იქ უნდა ელემენტარულ ყველა ზონაზე უნდა იყოს დღეს დისკუსია. თუ არ იქნება დისკუსია, ვიქნებით მასე რომ 28% თუ დღეს ყველა იქნება 48%. არის დისკუსიაში არ არის ეს შეიძლება, მაგრამ ღია მოსმენები კომისიაზე, რომელიც გადაიცემა მეორე ახალგაზრდა. აი, მანდაც ყველა დაწუხებს კითხვები და იქ რო კითხვები არის მის, რომელიც თითოეულ ჩვენგან დაწუხებს, ამისთვის უნდა არსებობდეს ის პოლიტიკოსები მართავენ დაკითხვას. ჟურნალისტებს აქვს კითხვები. უნდა გქონდეთ ყოველ შემთხვევაში კითხვები და კიდე უნდა გქონდეთ ის სივრცე, სადაც ამ კითხვას დასვამენ და კიდე ის უნდა მოვიდეს ის პასუხს გაცნობს. სხვადასხვა აი იყო საუბარი დღეს წელი დღე მე ვუყურებდი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებს, სადაც პრეზიდენტიდან დაწყებული რა ვიცი ვინ აღარ გამოვიდა დღეს ხელისუფლების უმრავლესობის წარმომადგენელი, ამბობდა რომ 7 ნოემბერი იყო ჩვენთვის გაკვეთილი. ეს სტუდია არის მაგალითად რომ არ იყო გაკვეთილი, იმიტომ რომ არავინ არ მოვიდა მათი წარმომადგენელი. ხო ვიცი რომ ჩვენ ცდილობთ ძალიან რომ მოსულიყო ვინმე დისკუსიის დეფიციტი იქნება, რა თქმა უნდა, იქ აღარ შეიძლება იყოს ლაპარაკი. ვინი მიქნება ლიდერების გამო მოდის ხალხი იქო, იმიტომ რომ დღეს ეხლა იქ მაგალითად იყო ხალბატონი ნონა გაფრინდაშვილი, აი ეს ხალხინიცაკ ზის, ხალბატონი ნინელი ჯანყვით, ანუ საზოგადოება იყო, იმიტომ რომ არ არსებობს იქ მოსულიყო რომელიმე ლიდერის გულისთვის. არა, ლიდერის შეიძლება ლიდერის გულისთვის მიდიოდეს დაუშვათ სხვა საზოგადოება და სხვა მიტინგზე, მაგრამ ის მიტინგი, რომელიც შედგა დღეს საშუალო ღირსების დღის აღსანიშნავი, ის არ არსებობს იქ ხალხი მოსულიყო რომელიმე ლიდერის თანახმად და კიდე ერთი პრეზიდენტი გამოდის გუშინწინ და იძახის რომ აღა ბატონო ჩვენთვის საერთოდ მიჩუქნია მეორე არხიო. აი თავისი გონია ეს სტუდია აი როგორ რა ჯერესეთი რა უფლება აქვს ის ჩუქნის რამეს ვინმე
სახელმწიფო ქონებას, სახელმწიფო ქონება არის პრეზიდენტის ცუდია. ცუდია რომ აჩუქა, მოდით ვინის კითხოთ, ცუდია რომ პრეზიდენტმა აჩუქა მეორე არხი პოლიტიკოსებს. აჩუქა. აბუალის უნდა დაუწყო რა იმაში. მაინტერესებს მაშინ პრეზიდენტს ვინ არის? პრეზიდენტმა აჩუქა მისა მეორე არხი აჩუქა ვიღაცას ისა ვიღაცას გარგაძლევენ არ მოხდა. კი ბატონო, მოდი ნატია. გიქებდა ძალიან მალე მეორე არხს აბსოლუტურად გაუწეველი წარმომავლობით მე პატრონა და პრობელი რო გაუჩნდა. დიდი ეჭვი მოხდა. ეს ნაჩუქარი მეორე არხი აბსოლუტურად სხვა ადამიანების ხელში არ მოშრება რა. ყველა ჩვენი პრეზიდენტი ინფორმაცია გავს. ამასთან დაკავშირებით. ესეთი საუკეთესო ფიქრია საქართველოს. მინისტრი გამოდის და იძახის რომ 10,000 ნომერი ლარიანი ნომერი კი არ მიყიდიაო, კუთხარულად დავამზადებინაო. აი თუ ელემენტარული არ არის. ეს ციფრი სამართლის დანაშაულს იძახის პირდაპირ ეთერში. ეს საინტერესოა, მე ვაპირებ ახლა დავამზადო და დავაწერო ობამა და მივაკრა. უსტარულად დავაკეთებინეო რა. აინტერესებს მეცმინე ეს მართლა. დასაწყისში წავიდეთ ნელა, ვინი რაღაც უმცირესობაში აღმოჩნდა. ვერ დამეხმარებ. უმცირესობაში არა, უბრალოდ გეტყვი მაგ წეგამს შენ თქვინინო რომ მე ვიცი რთულია ესეთ სიტუაციაში აყვანა თოქშოუზე კავკასიის ეთერში მაგრამ ამის გამოცდილება მოგვიყვება. და როდესაც კუთხე არ არის მოსული და ცნობნა იცის ეს თუ როგორ რადიკალურ მდგომარეობაში ჩავარდით და ვინც შეხვდა იმას ბოლომდე ასე რომ არ გახალება ჩაუნდობ ხო ასე რომ ციტვერი 7 ნოემბერი მოუწევთ მაგრამ რა ტექნოლოგიაზე ლაპარაკობ მე მახსოვს ლიდერები როდესაც გამოვიდნენ და თქვენს რომ ქუძე კაცი და დღეს ფაში ჯდომა არ შეიძლება და უნდა გამოვიდეთ ქუჩაში და გამოვიდეთ საქართველოს საქართველოს. აი და აღნიშნულა ვინი ამას არ ყოფილა დრო. ამას გულისხმობდი გრონდელი ამას არ ითხოვდა ნინო. დაიგე უბრალოდ ეგ იყო. გრონდელი ამას არ ითხოვდა. მეორე. მოწოდებები კლიპები გადიოდა ოპოზიციის მიერ სარეკლამო საქართველოს მასშტაბით მანქანები 50,000 კაცის მიტინგებს ისევ აბაიბურებს თითქოს ჩინეთში ვერ გამოყავს მალენი ხალხი მიტინგებზე და ისევ აბაიბურებს თითქოს ძალიან ცოტა ხალხი იყო მოსული არც იმისთვის აქტუალიზებული და საუბრობ ზუსტად ის ამხდარებს და თქვა მივედით ჩადვადი დღეს მე მაინტერესებს როცა ქვეყანა წააგებს ომს მაშინ ხალხი უნდა გამოვიდეს და მოსთხოვოს ხელისუფლება რატო წააგონი ეგრეა მართლაც ამბობს ის არის ოფიციალებაზე და საჭირო იქნება მოთხოვა არა რო დაიწყო იმიტომ წააგო კაცო რო არ დაიწყო არ წააგებდა ხო არა რომ მოედო მაშინ ნახე რა მოხდებოდა მაშინ გლერიკა და გოგონა და აუტობუსი ეგრევა ხა რა ვიყავი მართლა ვაკუმში რადგან შევეხეთ ომის მოგება წაგებს მე ნამდვილად ვიყავი ვაკუმში ვიყავი რაჭაში და ყველანაირი გზები შეგეძლო. ხო, რაღაცა ძალიან ვაკუმში ვიყავ და ზუსტად ეს ტრილიანი. საგამოს ჩავდეთ ტელევიზორს და ხედავ მიტინგზე ვერცებლა რა კი ვინჯებია მაგრამ ვიქრობთ რამოდენიმე დღე რატო იყო ეს მიტინგი, რატო ვეროდნენ, რატო იყო სინვალი დავტოვეთ და გამარჯობა ახალგაზრდა შენი, თურმე 7 სოფელი დაგვიგონდა. ხა კონძორს კარგად დაგვიგონდა და თურმე 20 სოფელი დავტოვეთ და ამისთვის ვეროდა ხალხი. ვერ მივხვდით ნამდვილად ამაზე მე პასუხი გენდია. ვის მოთხოვა არც ეგ არის. აი ვის რატო იყო ეს ყველაფერი ეს აში და პანგური ერთად მოთხოვა. ელ მოდი დარბაზ დავუთხოთ ეს ზუმბას უნდა შევიდეთ. რეპლიკებისთვის და შეკითხვებისთვის. მოდი ხალბატონებს დავუთხოთ დაჩი თქვენი ნებაში. ინფორმაციას გავაჟღერებ. ინფორმაცია და შემდეგ ხალბატონებს. ესე იგი, რა შეიცვალა იყო კითხვა 7 ნოემბრის მერე და შეიცვალა ის, რომ წუხელ სახში ხალბატონი როცა ირმა ინაშვილის სახში ბრუნდებოდა, მას დახვდნენ უშიშროების თანამშრომლები და გაუსწორდნენ ხალბატონს მიაყენეს შეურაცხყოფა. აი მე გითხოვთ ამ ინფორმაციას, რომ წუხელ ღამით 12-ზე როცა ხალბატონი ირმა სახში შეიცვალა ის, რომ წუხელ და შეიცვალა ის, რომ ფილმის პრეზენტაცია გახოს მწვავე დიახ, და ამის შემდეგ პასუხი იყო ხელისუფლების და როცა დღეს გამოდის პრეზიდენტი და გვეუბნება, რომ გაკვეთილი იყო ეს მისთვის 7 ნოემბერი თურმე აი როგორი გაკვეთილი იყო წუხანდელი მისი უშიშროების და ვანოს მოქმედებიდან ჩანს და რაც შეეხება კიდევ ხელისუფლების
ჩემ დამოკიდებულებას იქნება საზოგადოების დამოკიდებულებას იქნება შვიდნაობის მიმართ რას უნდა ველოდებოდეს ამ ხელისუფლებისგან ხალხო რომ გამოვადა დღეს ახლა ატირებული სახით რომ ელაპარაკებოდა იმ ადამიანს რომ ძალიან ანობს და განიცდის 7 ნოემბრის და ვიკეთებს ამბავს არ ასაკებს როცა გამოდის და შავაზეს კლავენ და შავაზეს კლავებაზე მე გვეუბნებიან რომ იცით რა ის ბათუმში დაკავებული 1 საათის ადამიანი ბადრაგირებისას თურმე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარეთ ტყეში აღმოჩნდა ამას შემთხვევით ამებით მოკლეს ბატონო გადავატოვოთ ხალხს რომელიც განდებოდა დღეს მიტინგზე რამდენადაც მე ვიცი ხარისის მიხვედი დღეს მიტინგზე მე მივედი იმიტომ რომ პროტესტი გამომეხადა არც ერთი ლიდერის გამო არ მისურვ რომ მე ღირსება შევახოლი ვიყავი და ის გამივედი და სხვადასხვა მე ვთვლი რომ საკმაო რაოდენობა იყო და აი აქტიური მაგრამ მე თან მინდა იმასაც შევეხმიანო რომ აი რომ აღნიშნავს სააკაშვილო რომ ვითომ წურს საშანდელი 7 ნოემბრის გამო მე სანაპიროზე ნახე 10-12 ეგრეთ წოდებული ყვითელი ავტობუსი რომელიც